გამარჯობა დანების და ცივი არაღის მოყვარულებო, დღეს ვაგრძელებთ ჩვენი ვიდეოების სერიას, დღეს გვერდის სასწაული სერია, მთლიანად დაეთმობა მარფიონეს, ენტონი მარფიონეს. მე მგონი, ვისაც მისი დანები, ზოგადად მისი მიმდინარეობა მოგწონთ, თქვენთვის იქნება საუკეთესო ვიდეო. აქ არის წარმოდგენილი სასწაული ექსპონატები, ყველას გავივლით, ყველას გაჩვენებთ, თაზო არის დღეს ჩვენი სტუმარი. არ დაგავიწყდეთ რომ არხი გამოიწეროთ, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია, მოდით დავიწყოთ. თაზო, მოგესალმები. გამარჯობა. ჩვენ აგერ საუბრობდით ახლა და მეორედ ხდებით უკვე ერთმანეთს აი კონკრეტული ვიდეოების სერიებში და მე-1300 და მე-400 ერთნაირად გამიხარდება. ხო, კი, ნამდვილად. როგორ ხარ? მადლობა, კარგად. მით უმეტეს ესეთ გარემოში 64-ში ვართ ფაქტიურად. ახლა მე და შენ ჩვენთვის აი ნამდვილად ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეიქერის ექსპონატებია აქ წარმოდგენილი და დღეს მე მგონი აი სასწაული განხილვაგველის ამდანების საპასუხისმგებლო და სასწაულად საპასუხისმგებლო დღეს იოლი გასეირნება არ გველოდებ, ნამდვილად არ გველოდება თან რაღაც კონკრეტული მნიშვნელოვანი ამბის ანონსიც გვექნება. ამას ალბათ აი რომელი დაფის რომელი მატის განხილვის დროს თქვათ ეგ როგორ ფიქრობ შენ? დასასრულისკენ უკვე დასასრულისკენ შემოვინახოთ თბილი. შემოვინახოთ, კაი, შემოვინახოთ, ნამდვილად შემოვინახოთ. მგონი აჯობებს. კი. მოკლედ აქ ჩვენ შერეულად, ანუ ძირითადი შენი კოლექციის ექსპონატებია წარმოდგენილი, თუმცა აი რაღაც გარკვეული ლოგიკით ტრადიციულად დავალაგეთ ეს დანები და შესაბამისად გვაქვს წარმოდგენილი უახლესი დღეს ესე იგი ჩვენ განვიხილავთ ენტონი მარფიონეს ნაკეთობებს, დანებს, ქმნილებებს. ესენი არიან, ასე ვთქვათ, custom made knife-ები, ანუ ყველა custom-ია პრინციპში, არის ვინტაჟური მოდელებიც, რომლებიც ითვლება, რომ პრინციპში მაინც custom-ებია რა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ეგრეთ წოდებული საბოლოო დაოდგა, როგორც ასეთი დასრულება, დაფინიშება, მაინც ხელი ხდებოდა და შესაბამისად დავარქვათ custom. ზუსტად. შესაბამისად, რა ვიცი, ეს ვინტაჟური მოდელები საერთოდ მინიმუმ 15-18-20 წლის წინანდელია, ხო, გამომდინარე აქედან შემთხვევაში ყველაზე ძველი სოკომია 97 წლის. აი წარმოიდგინე რა და ახლა მაგ დროს ისეთი განვითარებული ხაზი რა თქმა უნდა მას არ ექნებოდა და გამომდინარე აქედან დარწმუნებული ვარ რომ თვითოულ მოდელს თავისი უდიდესი პასუხისმგებლობის ქვეშ და მონიტორინგის ქვეშ უშვებდა. შესაბამისად შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ტონის აბსოლუტური ზედამხედველობის ქვეშ გამოდიოდა იმ პერიოდის მოდელები. რა თქმა უნდა. ტონისთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ საინტერესო ისტორია უკვე წინა სერიაში გვაქვს მოყოლილი და ამ ვიდეოს მე მივაბავ წინა სერიასაც, ანუ ჩვენ წინა გადაღებულ ვიდეოსაც და მე მგონი მომხმარებლისთვის და ზოგადად ჩვენი მაყურებლისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება და გამომდინარე აქედან ის დანა, ის ცნობილი დანა დღეს აქაც არის წარმოდგენილი, ხო? წარმოდგენილია. ისტორიაც მაყურებელმა კარგად იცის, ასე რომ კი ბატონო, კი ბატონო. მოდი მაშინ ესე იგი დავიწყოთ. მოდი აი უახლესებით დავიწყოთ. ხო, ალბათ ჩვენ რო ესეთი ჩვეულებრივი გზა აგვერჩია, ალბათ ვინტაჟურით დავიწყებით, მაგრამ მე მგონი შეიძლება ვინტაჟურით დავამთავროთ საერთოდ, ხო, აი ბოლოდან დავიწყოთ და უახლესით დავიწყოთ, ხო. ბოლოს აი 80 რომელი წელი თქვი? 97. 97 წელს მივიდეთ ესე ვთქვათ 25 წლიდან, რა. აი, მოკლედ აქ არის წარმოდგენილი ორი ძალიან საინტერესო მოდელი, ხო? ესე იგი, ეს არის კომბატ ტრუდონი, რომელიც, ნუ აი, რა შეიძლება რომ ითქვას. მოდი აი გულახდილად ვისაუბროთ, რა ჩვენი საუბარი ხო გულახდილია, ხო? საკმაოდ შეცვალა მთლიანი დიზაინი, რა, ანუ ისეთი მოყვარულებისთვის, როგორც ჩვენ ვართ, მსგავსი ნიუანსების ცვლილება ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, კითხვას აჩენს და ხშირად შემდეგ უკვე ვსაუბრობთ ამაზე, მოგწონს, არ მოგწონს, გვირჩევნია, არ გვირჩევნია თუ ასე შემდეგ. აი, რას ფიქრობ შენ? ეს არის ესე კომბატ ტრუდონი, mirror polished blade აქვს, ორლესულია თავისთავად, ნუ ასე ვთქვათ, custom-ებს შორის ალბათ ერთ-ერთი ისეთი ფლაგმანი მოდელია რა, ანუ
ხშირად გაკეთებული პრინციპში, თუმცა ნუ ამ კონკრეტულს რა თქმა უნდა, ნუ აი რო არ გავაგრძელო, ასე ვთქვათ და ძალიან დეტალებში რო არ ჩავიდე, სტანდარტული მასალებით, რასაც custom-ზე ძირითადად იყენებს, ის ყველაფერი შესრულებულია უმაღლეს დონეზე, ნუ დანა არის ძალიან მაგარი, ერთი შეხედვით ძალიან მაგარი, თუმცა არის რაღაც ნიუანსები, რაც ჩვენ ასე ვთქვათ, წინა მოდელებიდან გვირჩევნია. რას ვფიქრობ შენ? ალბათ ესე მგონია, რომ თვითონ წარმოებლების დებენ ამ რაღაცა კაფსულას, რომ მე რაღაცა ვისაუბროთ და გამართოთ და გავარჩიოთ და კი, ნამდვილად. ჩვენ როგორც თანხმდებით, რაღაცა მოგწონს, რაღაცა არ მოგწონს, ხო ეს? კი, ნამდვილად. სიახლეებში მით უმეტეს. ნამდვილად. ნუ პირველი რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის ჭანჭიკები. ანუ გაასტანდარტა აბსოლუტურად რა. აბსოლუტურად გაასტანდარტა, არანაირი სპეციალური მე რომ მაქვს ის ბიტი, ანუ თავისი თავებით აღარ გჭირდება. შენ როგორ უყურებ ამ საკითხს? მოგწონს თუ არ მომწონს? ანუ არ მომწონს, ნამდვილად არ მომწონს. ანუ გამოირჩეოდა ხო მაიკროტეკის დანები ამ ჭანჭიკებში. რა თქმა უნდა. აქ ეხლა სული ამ ყველაფერს არ არის ლამაზი. არა, ნამდვილად, ხო, რაღაცა უნიკალურობა ძველ მოდელებს რო აქვს ამ ჭანჭიკების ხარჯი შენარჩუნებული, მე მგონი, ნუ აუცილებელი ხა აქ წარმოდგენილია მაგალითად ტერძოლას მოდელი, რომელიც სასწაულ ჭანჭიკებზეა აყვანილი, აქ წარმოდგენილია მაკორა, რომელიც ასევე სასწაულ ჭანჭიკებზეა აყვანილი. მე არ მეგონა თუ ამ ჭანჭიკების მერე მომენატრებოდა ტრაივინგები რა, ანუ სტანდარტული ჭანჭიკები, რომელიც მაგალითად აი მატრიქსზეა თქვა წარმოდგენილი, ხო? ნუ ამასაც შევხედავთ რა, მაგრამ ეს უკვე აბსოლუტურად მიუხედავად აი უმაღლესი ხარისხისა, რაც ამ დანაზეა, ასე ვთქვათ, აი მექანიკაც მოდი ნახე შენს. ანუ აქ უკვე ხო იცი შეცვლილია უკვე მექანიზმი შეცვლილია ხო რა სხვა შეგრძნებაა შიგნით უკვე სტანდარტულად ორი ზამბარაა ბევრად გაადვილებულია გარბილებულია რა ვიცი ხო ანუ ორი ზამბარაა უკვე შიგნით და შესაბამისად შეგვიძლია შევადაროთ ამას ხო რომ განსხვავება ვიგრძნოთ ამიტომ ხო აქ აი ეს სიზნელეც რაღაცნაირ მე მომწონს ხო რა აი რაღაცა დეჟავუ მაქვს რა კი ნამდვილად მყარი დანი შეგრძნება პირადად აქ ნუ ამას აი რაღაცა უკვე ფაქტიურად კარაქივით აქვს ასე ვთქვათ ეს სლაისინგი მოკლედ აი მღილაკის და ნუ აი ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი. გარდა ამისა და მეორე მოდელზეც ამაზე ვისაუბრებთ, ანუ გარდა ამისა შეცვლილია გლაზბრიქერი, ანუ რომელიც ანუ ფაქტიურად უკვე წინისგან აბსოლუტურად განსხვავდება, ანუ სრულიად განსხვავებული გლაზბრიქერი. ნუ მე მგონი ფუნქციას შეასრულებს გლაზბრიქინგის, ხო, შეასრულებს, მაგრამ წინა მოდელებში, ეხა ისე გამოგდის, რომ ამ ახალ მოდელებს რაღაც ძალიან ვაკაჩავებთ. მაგრამ წინა მოდელებში ის ცალკე ელემენტი იყო რა. არა, ეხა აი ამაზეც ეხა ხო რა, ანუ ამაზეც ანუ აი ცალკე ტიპია რა, აბსოლუტურად ცალკე დეტალია, რომელიც დამოუკიდებლად შეიძლება მოგწონდეს რა. კი და აქ უკვე არის აბსოლუტურად შემადგენელი ნაწილი ამ ტარის ანუ ფაქტიურად ასე ვთქვათ ერთი მთლიანობაა რა ანუ ამას ეხლა ცალკე დეტალად ვერ გამოვარჩევ. ნუ გარდა ამისა, ნუ თვითონ ტარის მასალა საავიაციო უმაღლესი ხარისხის ფოლადი ცხადია გამოყენებულია. ჭრილები დამატებულია. ანუ აი მაგალითად ნახე აი აქ მაგას ეხლა სრული აქვს ხო მთლიანი აქვს რა. თუმცა ნუ აი ეს ყველანაირი ჩვენი დასაწუნით არაფერი. არა, ხო, არა, ეხლა ჩვენ განებიურებული ვართ. არა. ჩვენი თან ჩემი კოლექციიდან არის, მაგრამ ნუ აი სიმართლე უნდა ითქვას ყოველ შემთხვევაში, იმიტომაც ვართ ჩვენ მარფიონის დიდი მოყვარულები, არა? ხო, ნუ აი რაღაც ესეთი ასე ვთქვათ, ჩამოსაკიდის გასაყრელიც უფრო მარტივი დაამონტაჟა. აი ეს შეიძლება კარგი იყოს, ხო, იმიტომ რომ წინა მოდელებს აი სად რა უნდა გაგეყარა უკვე არ იცოდი რა, ანუ ან არ ეყრებოდა, ან მოკლედ რაღაცა კუსტარულად აქ ფაქტიურად კი, აი ფაქტიურად ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი ძალიან გამარტივებულია, ხო? ნუ ეს არის კომბატ რუდონი საკმაოდ საინტერესო მოდელი, განახლებული,
ალბათ მარფიონის მოყვარულებისთვის მაინც მოსაწონი, მიუხედავად ყველა იმ ნიუანსისა, რაც ვახსენეთ, პლუსის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ნუ პირზე აღარაფერს აღარ ვიტყვი, ხა ეს არის უმაღლესი ხარისხის mirror polished blade-ი, ანუ ორლესული, double edge-ი, ულამაზესი, შესაბამისად, ნუ აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით რა, ულამაზესი ზინავს, რა თქმა უნდა. მაგრამ დანარჩენი თითქოს და გაუმჯობესებები ჩვენთვის შეიძლება 1-3 წლის მერე კიდე რაღაც ახალი შემოაგდოს. და ამაზე ვთქვათ, რომ აი ამას რო ქონდა ესეთი ხო ჭანჭიკები სადღა არის და ასე შემდეგ. სხვათა შორის მალე შეიძლება დამალოს საერთოდ. იცი, აი შეიძლება დამალოს საერთოდ ეს ჭანჭიკები და მერე ეს მოგვენატროს, ხო? კი. მოდი გადავიდეთ რასიზოს. შემდეგზე გადავიდეთ. მეორე არის საკმაოდ საინტერესო მოდელი, ხო? ეს არის ატრეუსი, რომელიც თუ არ ვწდები, ანუ შემდეგ აი მოყვარულებმა კომენტარებში შემისწორეთ, მხოლოდ custom-ის ვერსიებშია გამოსული რა. ანუ ეს სერიული არ გამოსულა. ანუ ეს არის მხოლოდ custom-ის სერიებში გამოსული, ძალიან წააგავს combat rudons. ეს ძალიან კარგი ვერსია ამ კონკრეტული მოდელის. იქიდან გამომდინარე, რომ რამოდენიმე საინტერესო ჩანართი აქვს რა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩანართი აქვს თვითონ პირში. თვითონ blade-ზე აქვს, ანუ თვითონ საკმაოდ იშვიათია. ხო, საკმაოდ იშვიათია, კი. ეს ჩანართი არის ანოდიზირებული ტიტანი, თვითონ ძირითადი ჩანართი ტარზე არის კარბონი. ნუ ბაზა ტარის, რა თქმა უნდა, არის აქაც საავიაციო ალუმინი და ნუ პირში გვაქვს, აი პირზე გვაქვს, ესე იგი ესეთი საინტერესო ჩანართი რა და ულამაზესი, კი. მე ძალიან მხიბლავს ზოგადად ანოდიზირებული ტიტანი. ხო, ძალიან მომწონს რა ბევრდანებში. არა? ანუ ძალიან მომწონს. ბევრკაშიც ძალიან მომწონს, ანუ აი ბევრ მოდელს რომელსაც მოდელში არის გამოყენებული, ძალიან მომწონს რა, რაღაც ისეთ ბრუტალურ, კარგ ვიზუალს აწვევს რა. კი. და რა არის ხა ამდანის, ასე ვთქვათ, აღსანიშნავი ფაქტი, ხო? ანუ რაზეც პრინციპში აღარ მინდა იმ თემაში შევიდე, თუმცა მოდი დავტოვოთ ის თემა როგორც არის, ანუ პირდაპირ უპირატესობას ვიტყვი, არის zero blade play. ანუ პირი არ მოძრაობს. არანაირ უახლეს მოდელებს პრინციპში ეს პირის მოძრაობა დაყვანილი აქვს მინიმუმამდე. თუმცა ამ კონკრეტულს აქვს, ასე ვთქვათ, აი აბსოლუტურად აი თუ გინდა მე გავწმინდა, აი მე ვერ შეეხები. კი ბატონო, ანუ აქვს აბსოლუტური ნულოვანი მოძრაობა აქვს რა. აი აბსოლუტურად რასაც მივახციეთ, ხო? აი მანდაც შეიძლება მსჯელობა, რომ რამდენად მიხსაღწევი იყო ეს ყველაფერი. ანუ ეხლა ძველი მოდელების პირის მოძრაობა მე არასდროს არ მაღიზიანებდა რა და მაღიზიანებდა არასდროს იმართო. ხო. ბევრი მეიქერისგან მსმენია, რომ ეს რო არ მოძრაობდეს, ანუ გამორიცხულია, ну ჰალოებს ჰქონდათ, ასე ვთქვათ. აი ჰალო გვაკლია, მე მგონი დღეს აქ ჩვენ. ჰალო გვაკლია, ნამდვილად გვაკლია, რომელიმე ჰალო გვაკლია. შემდეგისთვის იქ. რომელიმე ჰალო აქ უნდა გქონდეს, მე მგონი, არა? შემდეგისთვის შემოვინახოთ. კი, ბატონო. სურპრიზები. ესე იგი ატრეუსი, აი ძალიან ლამაზი მოდელი, ნულოვანი პირის ლუფტი, zero blade play, როგორც თვითონ ეძახის. ძალიან საინტერესო ჩანართები, ტიტანის ანოდიზირებული ჩანართი, როგორც ტარში, ასევე პირში, კარბონის ჩანართი, ну რაღაც აღარ გვაყურებს უკვე, თუმცა ძალიან ხდება ამ კონკრეტულ მოდელს და აქაც ძალიან, აი ნახე, ძალიან დაკეტვა, ხო? კი, სასიამოვნო გახსნა დაკეტვა. ჩვენი მაგარი მოდელია. ძალიან მომწონს. მიუხედავად აი ამ სიახლეებისა, რაზეც ჩვენი ტრუდონი ვაკაჩავეთ. დავსაჯეთ. ხო, დავსაჯეთ. ატრეუსი მიუხედავად ამ სიახლეებისა, ჩემთვის საკმაოდ ისეთი საინტერესო კონკრეტული მოდელია. საკმაოდ საინტერესო მოდელია. საკმაოდ.
თავზე მოდი გავაგზავნოთ, ხო? გავაგზავნოთ ჩვენი მთავარი პადით, ხო? პრინციპში როგორც გვაქვს დაალაგებული, ჩემთვის ყველა მთავარია. ხო, ანუ უკვე აი ისეთი შემთხვევა გვაქვს, რომ ხო ვალაგებთ ხოლმე ისე, რომ ანუ მთავარი, გამორჩეული, რაღაც სტარტერი, როგორც თავიდან დავიწყე, გახსოვს? ვერ დავყოფდი ამ შემთხვევაში. სტარტერი როგორ იყო მთავარი სტარტერი და დესერტი რა. ეხლა აქ ფაქტიურად სამსართულიანი ქართული სუფრაა წარმოდგენილი მე მგონი. სამსართულიანია. მოდი მივყვეთ, ხო? მივყვეთ. ბატონო. შემდეგი მოდელი არის ასევე ძალიან საინტერესო mini matrix-ი. სულ მომწონდა ამ კონკრეტული დანის glassbreaker-ი. აი სულ მომწონდა რა და პირველად როდესაც რაიქთან გააკეთა კოლაბორაცია და იქ ქონდა ზუსტად სოკომი და ეს კონკრეტული მოდელი კოლაბში გატანილი, მან ნახე აი ეს ულამაზესი glassbreaker-ი. აი ნახე უბრალოდ ულამაზი glassbreaker-ია და ჩვენ მაყურებელსაც სხვათან შედარებით გამორჩეულია რა რაღაც. აი ძალიან მარტო ეგ glassbreaker-ია ერთიანი დანა ჩემთვის რა. ანუ აი როგორ შეიძლება რომ მთელი დანა რაღაცა backspacer-საც გამოვიყო. არა, ძალიან ლამაზია. კი. ნუ ამ კონკრეტულ მოდელს აქვს ძალიან ლამაზად, აი ვაჩვენებ. ესეც ანოდიზირებული ტიტანია, glassbreaker-იც ანოდიზირებულია. ტარის ერთი ნაწილი არის კარბონი, მეორე ნაწილი არის სტანდარტულად ალბათ ალუმინი. ნუ კლიპსებზე ყველაზე აქ წარმოდგენილია Marfiones ლოგო, DLC mirror-ია, პირი. ულამაზესი დანა, მე მგონი, თავის ბოლსტერით, ალამაზი ბოლსტერი აქვს, არა, აი, ულამაზესი ბოლსტერი აქვს. ძალიან საინტერესო მოდელია, ზომაც კარგია და ნუ პრინციპში ხა აქ წარმოდგენილი დანები ყველა საკოლექციოა რა, ანუ აქ რაღაც ყოველდღიურობაზე არ არის საუბარი და შესაბამისად მოკლედ ძალიან საინტერესო მოდელია ეს კონკრეტული. გადავალ შემდეგზე იქიდან გამომდინარე რომ დღეს მართლაც აი რაღაც ასორტიმენტი არის უდიდესი, ბატონო. შემდეგი მოდელი ეს არის ლუტი. ნუ ამას ვიცნობთ, ეს არის ალბათ Marfione Microtech-ის ბრენდში, ვინც პირველ ნაბიჯებს გააკეთებს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი მოდელია, ხო რა და რაც ასევე აღსანიშნავია ალბათ და შენს დამეთახები, ესეც ძველი დიზაინის ლუტია რა, ანუ ახალი ლუტიც უკვე შეიცვალა, ტარიც შეიცვალა და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს კონკრეტულიც უკვე არის ძველი დიზაინის. ნუ ეს არის ავტომატი ღილაკზე, ძალიან ლამაზი მოდელი. კონკრეტულად ეს დაფერვა აი აქვე გეტყვი fallout finish-ია, ანუ ულამაზესი დაფერვა, აი ნახე როგორი დაფერვაა, თითქოს თოუმოშია. და ამ დროს აი რაღაც ისეთი კონკრეტული ხშირად არ შემხვედრია სხვათა შორის ესეთი დაფერვა. თუმცა მე აპოკალიფტი მეგონა. არა, ხო, ანუ აი იმიტომ შევხედე ხა ყუთს, რომ ეს არის two-tone fallout finish-ი. შესაბამისად bronzed-თან, ხო, რა, აი bronzed, ანუ bronze-ის ფერისკენ ნამდვილად გადადის. ოთო ეხა ისეთი განათებით გვაშუქებს ჩვენ რომ bronze-ია ეს თუ silver-ი რთული გასარკვევია, თუმცა ნათელში ვარ ფაქტიურად. კი, თუმცა ნუ აი თვითონ ყუთის სტიკერის მიხედვით ეს არის bronzed two-tone fallout finish. ულამაზესი ეს ღილაკი რაღაცა გამორჩეულად სხვა ფერია. ეს ღილაკი არის სადაფი ხო არ არის? არა, ანოტაციის მიხედვით არ არის სადაფი, ეს უბრალოდ დამუშავებულია. კი, დამუშავებულია და შესაბამისად ესეთი ეფექტი ამიტომ აქვს და ringed hardware-ს ეძახიან თვითონ აი ამ ვინტებს, როდესაც მათზე ესე ლამაზად არის გადატარებული კიდე ფრეზით, ასე ვთქვათ, უკვე ის დამატებითი წრეები, რაც ამ ვინტებზეა წარმოდგენილი რა. ნუ ვინტები აქაც ტრაივინგებია. სადღარი ესეთი ვინტები ახალ ლუჩი სადღანახავ მაგას ვეღარ თუნდაც სტოკი რო აიღო ანუ იქაც აღარ არის უკვე იქაც უკვე ისინია ეგრეთ წოდებული 6 ქიმიანი შისტიგრანკებია რა ასე კი ბატონო ნუ სასწაული მექანიკა აქვს ამას ულამაზესი დანა არის ზოგადად აი ფლაგმანია რა მოკლედ იმ მოდელებს აი ჯამურად მოდელები რო აიღო ერთ-ერთი
სერიული ნომერიც რაღაც სერიული 20-ია, ხო? კი, 20-ია. კი ბატონო. რაღაცა მიყვარს ხოლმე სერიული ნომრების. ლამაზი რაღაც დასაწყისი 800-ის ფარგლებში. რართული ნომრები და ასე. ნუ ეხლა 10-მდე შემდეგ რო გადავალთ ჩემდანებზე, მე ამაზე მე ვისაუბროთ. კი ბატონო. კი ბატონო, კი ბატონო. თუმცა რართულია ერთი სერიულით რო აგროვო ყველა მოდელი გიფიქრია მაგაზე, რო აი მსმენია, მაგრამ მე არ მოგწონდეს და ყველა მოდელს რო ეძებდა ნორმალს, აი შეუძლებელი. წარმოიდგინე მთელი ცხოვრება კვესტი უნდა გქონდეს. ხო, ანუ რაღაცა თავგადასავლებით. მაგრამ საინტერესოა. ალბათ საინტერესოა ნამდვილად. კი ბატონო. მოდი გადავინაცვლოთ შემდეგ მოდელზე. გადავინაცვლოთ. ასე ვთქვათ, უკვე შენს კოლექციას მივახლოვდებით და კოლექციიდან პირველი წარმომადგენელი ესე ხო? ანაქსი. ძალიან მაგარი. მარფიონეს და მაიკროტეკის ისეთი ცნობილი ერთ-ერთი ისეთი ფლაგმანი მოდელი. რა ვიცი, ულამაზესი. ანაქს ჩინური ვერსიებიც აქვს. მე გამოვირჩევი რაღაც ჩინური დანების მიმართ ცოტა ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება. კი ბატონო. ყველა ესე მიცნობს უკვე. ასე რომ აღნიშნავ. ეს ძალიან American made რა. ეს არის მარფიონი კასტომი American made. ვისაც შეხება ქონია და იმ დანას დაიჭერს ხელში და შემდეგ ამ დანას თვითონვე მიხვდება. რასთან აბსოლუტურად სადედამიწა. ძალიან განსხვავდება რა ვიცი ნუ ეს ინტეგრალი ტიტანი თამოსხმა თავისი ამ ჭანჭიკებით ულამაზესი. აი რამოდენიმე დეტალი რაც ზოგადად ამ მოდელში მომწონს რა. ჭანჭიკები. აი სასწაული ჭანჭიკები. ჯამური დიზაინი დანის ულამაზესი დანა. აი მოდი კამერასთან ნახე, აი ნახე რა ფორმა აქვს უბრალოდ რა. აი რა ფორმა აქვს. რაღაცა გამორჩეული ეს აი მაგაზე ცოტა მე ვერ გაიგებ რა რაღაც აი ხა მაგრამ მარტო ამ მოდელს აქვს ხო ამ მოდელს აქვს რო ეხსნება და ესე ხო ნუ აი რაღაცა ესე დაგრძელებული ძალიან ლამაზი მოდელია ნამდვილად კი ნამდვილად და აი ეს წრეები დახურეტილი და კლიპსზე დახურეტილი ჭანჭიკები კი ვარ კლიპსის წრე აი ესენი რა ანუ ეს ჩაღრმავები უკვე აი ამაზეც კი ზურგზეც ანუ ულამაზეს დანა და მარფიონეს ეს ხანჯალი არ ვიცი ხო კი ბატონო ეს ხანჯალი ეს ხანჯალი ეპოქალური ხანჯალია უკვე სხვა რაღაცასთან გვაქვს აქ კი ბატონო კი ბატონო ეს ჩვენი ცნობილი ეს ფაქტიურად დანა ამაზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები ბევრი ისტორიები მოყოლილი მაყურებელმაც კარგად იცის და კომბა ტრუდონი ინტერსეპტორი პირით მირორ პოლიშით კი ბატონო სარკეჩეგილი გამოიყენო. კი ბატონო. ღილაკით ანოდიზირებული ჭანჭიკეულიც კი ბატონო, გლაზბიქერიც ანოდიზირებული, ულამაზესი დანა. ეს არის ის დანა ჩვენ რომ პარიზში ძალიან კარგი თავგადასავალი გადაგვხდა და წინა ვიდეოში მოყოლილი. არა, მოყოლილი გვაქვს და ვისაც პრინციპში არა აქვს მოსმენილი და წინა ვიდეოს მივაბავ ამ ვიდეოს და ძალიან მარტივად იქ არანაკლები დანები გვაქვს, ანუ არანაკლები დანები გვაქვს იმ ვიდეოშიც და დანის მოყვარულისთვის აქ ეხლა ერთი რაღაცა ოსტატის აქ ხო, აქ შევკარით გარშემოვტრიალებთ ასე ვთქვათ. აქ შევკარით ერთი ოსტატის თლიანი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა. ეხლა ნუ აი ეს არის რაღაცა ბომბა, კი, ეს ნამდვილად ბომბაა. ეს არის კომბატ ტალონი. ესეთი მოდელია. ძალიან მაგარია და აი არ ვიცი, ესეთი გამორჩეული სილამაზის ფორმის დანა, რა ვიცი, მე იშვიათად მოდი დავკეცავ და თავიდან იმას ხო. მაგრამ იცი რა არის, ანუ რა მაინტერესებს, რომ აი როგორი მექანიკური გადაწყვეტილებები ტექნიკური თვალსაზრისით არის მიღებული რა. 2000 წელს არის დამზადებული. 2000 წელს, აი უნდა მეკითხა რა. თავარია. კი. და დამასკოს ფოლადი თავის დამასკოს ვისი დამასკოა ხო არიცი? ანუ ხო არა აქ დოკუმენტაცია. მან იმ პერიოდში ძირითადად სულ რამოდენიმე ოსტატთან თანამშრომლობდა და ეს კონკრეტული არ მახსოვს ზუსტად რა. ტომასია მე მგონი. ხო, მე შეგვიძლია რომ იმას აღვნიშნოთ. კი, ნახოთ რა და
აღარ მომხსოვდება საზო ესეთი დეტალები უკვე რა, ანუ ბიჭებიც აღარ. მართლა აღარ რაც მახსოვდა ისიც მოვიწყდება უკვე რა. კი ბატონო. მაგრამ აი ეს არ ვიცი, გახსნაც ისეთი აქვს. სასწაულია რა. სასწაულია. როისია მე. და რას ვახსენებ იცი? თაჩი როგორი აქვს ტარს. აი ხო ძველია და ხო აი ხა აქ გვაქვს რა ვიცი აი გადალოკილი 25 წლის დანა. 25 წლის დანა, ნუ ყველაფერი, მაგრამ აი გადალოკილი, აი გინდა ეს, ანუ მასალა არის, აი რამდენჯერ დამუშავებული და რამდენჯერ და რაღაცა შეფერილი და ეს ახლა არის, აი როგორი თითქოს უხეში. მაგრამ ამ დროს აი როგორი რაღაცა ეს ნათითურიც არ ეთქვა. არა ხო აი რაღაცა დამუშავებულია რომ კი რა, აი სულ სხვა არის. ძველ მოდელებს მოკლედ აი ეს აქვს რა. აი ნამდვილად აქვს და შესაბამისად აი ხა სოკომსაც შევეხებით, ისიც დაახლოებით მსგავსი ფაქტურაა რა და კი და მოკლედ ძალიან მაგარია რა. ნუ არ ვიცი ხო. მოდი აი დაშალე და კარგად ძალიან გამორჩეული. კი არა მოდელია ნამდვილად. აბსოლუტურად. ეს ფიქსატორი აქვს, ხო? ანუ ეს ფიქსატორია. ფიქსატორის დამასკოს ფოლადით. ვაჩვენოთ, მოდი, აი ნახე. აი ამ ფიქსატორის ეხლა არის დაკეტილია, ხო, დაკეტილია, ანუ S-ი აწერია და F-ი რო ეწერება fire, ანუ უნიშნავს უკვე რომ მზად არის გასასროლად. გავისროლოთ. მზად არის გასასროლად. გადავიდეთ თაზო მესამე ნაწილზე. ხო, ეხლა გვაქვს ჩვენ ორი ალტერნატივა რა. და შენ გადაწყვიტე, მოდი, რომლით გავაგრძელოთ. ანუ გვაქვს კოლაბორაციული პადი. მე მგონი კოლაბორაციები. და მეორე გვაქვს ვინტაჟი. პრინციპში ეგრეთ შევთანხმდით თავიდანვე, რომ ვინტაჟური დავასრულოთ. ხო, ვინტაჟური დავასრულოთ რა. ვინტაჟური დავასრულოთ ნამდვილად და აქ უკვე ხო, აქ ძალიან საინტერესო კოლაბორაციული მოდელებია წარმოდგენილი. გვარების ხსენება მოგვიწევს, რომ შეიძლება ფეხზე წავდგეთ. კი. მოდი ფეხზე ბოლოს დავიწყოთ. და ბოლოს იყოს ჯობია რა. მაგრამ პრინციპში ისეთები არიან ყველა ფეხზე დავიწყოთ. როგორც გაგიხარდება. კი, როგორც გაგიხარდება. დავიწყოთ. Microtech-ის და Strider-ის კოლაბორაციით. Kill Switch მოდელი გახლავთ. ავტომატური გახსნით. აი არ ვიცი. ნამდვილად ეს არის კონკრეტულად 2014 წლის მოდელი. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარია, მასიური. დაფერვით რა. კი. მასიური. ძალიან აი არ ვიცი, სასწაული ხელში რა თქმა უნდა ისეზე. და კარგი გეომეტრია აქვს პირს. აი რამდენი გრინდი აქვს ეხა და რამდენი აი სიბრტყე აქვს. აი მოდი კარგად ვაჩვენოთ. ბატონო. აი რამდენი სიბრტყე აქვს თვითონ პირს, ხო? ანუ აი რამდენჯერ არის ასე ვთქვათ, გადასვლები როგორ გადასვლები, ხო? აი მაგას გულისხმობ ზუსტად რა. ანუ ძალიან მაგარი ეს ბრჭყალით დასმული სასწაული. კი. და ისიც ვახსენოთ, რომ თამასაც ჩამკეტი აქვს, ხო? აი კი, გაცო ჩამკეტი. ამასაც ჩამკეტი აქვს. შეგილეს დაწიო და აღარ იხსნება, როცა გინდა ამას ესე გადაწევ და გაიხსნე. კი ბატონო. ულამაზესი მოდელია. ძალიან მაგარი მოდელი. და ნუ Strider-ი ისტორია რა, ისტორია და იმ დროს საუბრობდით მე და ზაზა ზუსტად, რომ აღარ აკეთებს უკვე. ანუ მე Strider-ის ანუ მოდელი დიდი ხანია უკვე აღარ მინახია. ძირითადად სულ არის ასე ვთქვათ, აი რაც არის, ხო, რაც არის. დიდი ხანია აღარ აკეთებს, ეგრე არ არის. ანუ ეხლა ხანს ასე ვთქვათ, ძალიან შეამცირა. შეიძლება თითოეულობას აკეთებს, ყველა ასაკში შედის, ხო, ხდება ეხლა ტერზოლა რა, ანუ ტერზოლა. ხო, აი მაგალითად ეხლა ტერზოლაზე მე და შე რო საუბრობდით, West-თანაც ხო აქვს რაღაც კოლაბორაცია, Micro West-თანაც და დეკემბერში რო გეგმავთ შოუს, მან შეიძლება West-იც ვიხილოთ და ტერზოლას კოლაბორაციაც რა. შესაბამისად ხო, სხვათა შორის აი ამერიკაში რაც იქნება შოუები, იქ უკვე ექნება, ანუ ერთ-ერთი ისეთი მთავარი ექსპონატი იქნება ტერზოლასთან შესრულებული Micro West-ის რა. ტერზოლას უყვარს კოლაბორაციები, ესე რომ კი, ანუ ღია კოლაბორაციების მიმოხაზე მე. კი ბატონო. შემდეგი კოლაბორაცია გახლავთ ვალოტონის, ხო? ვალოტონი, ხო? ვალოტონის, ხო? ხო, ვინ როგორ ეძახის იმის. კი ბატონო. ესე იგი, გუშინ ვესაუბრე, ეს კონკრეტული არის თავარი, ანუ დიდი ბუჩ ვოლოტონის და მენტონის კოლაბორაცია და მისი შვილი არის რეინი ვოლოტონი, აი გუში ვესაუბრე რა და ამ დანაზე რეინს ვესაუბრე.
ამ დანაზე ვსაუბრობდით რა, ძალიან მეგობრობდნენ ტონი და მამა ჩემიო და ეს მოდელი განსაკუთრებულით უყვარს, თვითონაც უყვარს ძალიან და რაღაცებს მიყვებოდა მოკლედ რა და არ ვიცი, ესეთი ულამაზესია. გახსნას გამოყოფდი კლიპსით იხსნება რა. ანუ ეს არის double action-ი რა. შეგვიძლია გახსნა. ჩვეულებრივად. შეგვიძლია კლიპსაც ვაწვევით უკან და დანა იხსნება. კი ბატონო. სასწაული ფორმა აქვს რა, კი, ძალიან ლამაზია. ცოტა პატარაა რაღაცა ჩემი ხელისთვის, მაგრამ და ტარი არის, აი ზუსტად ყველაზე ჩემთვის ასე ვთქვათ, ამ აი ეგ არის ხო, აი როგორც დამახასიათებელი ხო, მაგას. კი. მე მაქვს ვექტორი ესეთ ტარზე რა და აი ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ აი მარტო ესეთი ტარის მოდელები ხო არ, ასე ვთქვათ, ანუ ხო არ შევაგროვოთ ხო პრინციპში რა, თუმცა ნუ მე ხანის მოგწონს და ესე ვერ ჩამოყალიბდა. ხო, რა რთულია რა და ნუ ხო, ისიც მოგწონს. ყველა დანასაც ვერ იყიდე. ხო, ეგ არის რა და მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს კონკრეტული. მოდი აი სრულად ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებლებს, აი როგორი ტიპია რა, აი ნახე, აი როგორი ტიპია. აი ნუ განამხრიდან უფრო ისეთი საინტერესო კლიპსა კრიტიკიც იხსნება ამას აწვევიდან. ეს როგორი ვინტები აქვს ხედა, აი. ეს სვალოდონის როგორც სასწაულია რა, რაღაცა გველის. კი. კამელეონი სახელი, ხო? ეს პირი ATS-ია თუ არა რაღაცა ფოლადია. აბა ერთ ნახე შენ თვითონ ჩემთვის რაღაც ძალიან უცხო ფოლადია და შენ თუ გეცნობა AEBL ხო? შემდეგი გვაქვს შედარებით ახალი ხო, ახალი თანამედროვე. ნუ ესეთი DLC mirror polish. ულამაზესი, კი. ჩანდა დიმასკუსია. კი. ძალიან ლამაზია. 77 სერიული ნომრით. ძალიან ლამაზია. ნუ ეგ მოდელი მე ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზია. ულამაზესი დიზაინი აქვს რა. ნამდვილად ულამაზესი დიზაინი აქვს. ეს არის CKF-თან, ანუ CKF-თან გაკეთებული კოლაბორაცია. ეს არის SOCOM-ის და მოკოშას ერთობლივად ნაჯვარი ხო რაც ნუ სოკოშათი ასე ვთქვათ დაბოლოვდა სახელწოდება სოკოშა დაერქვა და მოკლედ ძალიან კარგი მოდელია რა ძალიან იშვიათია ხა ესეთი კომპლექტაცია ხო ესეთი კომპლექტაცია CKF-ს ვკითხე და 100 წელია დამზადებულიო მეტი არ არის ეს თან კი ბატონო ნუ იცის მაიკმა ნუ კაუგმა კოლაბორაციების შერჩევაც და შესაბამისად მე ხარისხით ულამაზესი დანა კი ულამაზესი დანა ნამდვილად ეს ხანჯალი ჩვენი პატივცემული მარფიონესიც ის ლამაზაძის რომ ძალიან წარმატებული კოლაბია მე მგონი მარფიონესი და CKF-ის ნუ არ ვიცი ხა ფერზე თუ ამბები ჩემი ესე რომ მე ფაქტიურად წამოვიდები რა ვიცი ამ დანაზე შემილია ვილაპარაკო ძალიან ბევრი რაც არ მისაუბრია არც ერთ დანაზე ხო გამომდინარე იქიდან რომ ჩემი ორი ყველაზე უსაყვარლესი ოსტატის ნამუშევარია ასე ვთქვათ ხო ტონი მარფიონესი და ბობ ტერზუოლესი კი რომელსაც პრინციპში ვიცნობ ხო რომელსაც ხო ნუ მიმოწერით მქონია მოწერით და რაღაც ურთიერთობები გვაქვს თავისთავად რა ATCF-ი ხო ესეთი მოდელია ნუ ეს მე როგორც ვიცი კი არა და დარწმუნებით ვიცი რომ ეს არის მათი პირველი და უკანასკნელი კოლაბორაცია ხო ეგ არ ვიცი თუმცა ეს კონკრეტული მოდელი ტერზოლას ცნობილი მოდელია კი რა თქმა უნდა ტერზოლას რომელიც ნუ რომელსაც უკვე აქ მარფიონეს სული ასე ვთქვათ ჩაბერილი ხო ჩახბერილი ულამაზესი მოდელია რა ულამაზესი მოდელია ბობ ტერზოლას აქვს ნათქვამი მარფიონეზე რო გენიოსიაო და ნუ ამ კოლაბორაციის მერე მათი ურთიერთობა და ის არ გაგზელებულა ყოველ შემთხვევაში საინტერესო რატომ ისე არ ვიცი ეგრას ვერ გაიგებ მაგრამ ნუ ფაქტია რომ პეტიციან რატომაც თუმცა ნუ ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს
რაც რა კოლაბორაციაც ჰქონდათ და არის სასწაული რა. სასწაული და გვარები იქნება საინტერესო რომ გამოვაჩინოთ. კი, ანუ მარფიონე ისეთი ორი გვარია, რა ვიცი. ბერზოლა. რა სფერო შეიძლება შევადაროთ? ეხლა ფეხბურთს თუ შევადარებთ, დღევანდელი მესი და რონალდო არის. შეიძლება, კი. თუ ძველ დროს შევადარეთ, პელე და მარადონა. არ ვიცი. დამეთანხმები. კი, ხო, კი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს. რომელიღაცა რომ მარადონა და რომელიღაცა რომ მესია, მაგაზე გეთანხმები რა და აი პელეა თუ რონალდო მან კიდე ვიმჯელებდი. თუმცა ნუ აი ნამდვილად ტოპია რა, აბსოლუტური ტოპია. ძალიან დიდხანს მინდოდა ეს დანა, აი ძალიან დიდხანს ადარო ეძებე, როგორ ეძებე, ხან იყო, ხან არ იყო და საბოლოო ჯამში ხელში ჩამივარდა ასეთი. აი უბრალოდ აი ჭანჭიკებს ნახე რა, რაღაცა აი დიზაინის რაღაცა აქაც რამ ისე ის ნახე რა. იმაზე ხო? კი. აი კარგად ვაჩვენოთ რა ჩვენს აი ეს ადგილი მაღურებელს აი აქ აი ნახეთ აი როგორ არის რა. სასწაულია. ულამაზესი დანაა რა. ძალიან. ულამაზესი დანაა. თავზე მოდი გადავიდეთ მეოთხე დაძველებით დანა. პაბზე ხო? რა საინტერესოდ დავიწყეთ. უკვე XO-ებზე მე მგონი ფაქტიურად ხო XO-ა რა. კი. რა საინტერესოდ დავიწყეთ არა? ანუ 25 წლიდან, რა ვიცი, ეხა ბოლოს განვიხილავდით 2003-ს და ნუ მიქ უცებ ბოლოტონი გამოჩნდა, რომელიც აღმოჩნდა რომ 96-იანია. და ეხა ნუ ფაქტიურად ეხა აქ რასაც უყურებ 11, 12 ეს 2009 და მოდი 97-დან დავიწყოთ, მოდი, კი. აი ჩემთვის სოკომი არის მაიკროტექში ერთ-ერთი საყვარელი მოდელი. ვიცი რა, მე გეტყვი რომ ზოგადად დანებში სოკომი არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი მოდელი. ზოგადად დანებში ჩემთვის არის სოკომი როგორც დანის გადაწყვეტილება რა. ანუ ეს ეხა სტოკია, მარფიონეა თუ რა ვიცი, თუნდაც რაითთან კოლაბორაცია, დანა რა, აი როგორც დანა ბრენდის გარეშე, თავისი გეომეტრიით ჩემთვის ნომერ პირველია რა. აი დრას დრო გადის, მაგაში უფრო წუნდები რა. გეთანხმები აბსოლუტურად. ამ შემთხვევაში უღალატო დანა რა, ანუ აი რაზე შეიძლება დაიწყო ეს, აი რა შემთხვევაში შეიძლება თქვა რომ შეიძლება ვერ გამოყვეს ან რა ვიცი რა. გამოყვება ყველგან. აბსოლუტურად უღალატო ტიპია. და 97 წელია ამერიკაში წარმოიდგინე და ტონი მარფიონი ამზადებს ამ დანებს. აი ამ დანებს, კი. და რამხელა რაღაცა მომავალზე გათვლა ჩადებული და ჩადებული, ხო, როგორ შეიძლება ეს დანა გააკეთო 97-ში. და 25-შიც ისე გამოიყურებოდეს. თითქოს 25-ია გაკეთებული, ხო? კი. აი ეს ტანტო გადასვლები ვაჩვენოთ კარგად ეს ნამდვილად სანახები. აი როგორი გადასვლებია აქ ნახეთ უბრალოდ აი როგორი გრინდია რა. სოკომის ტანტოზე. ძალიან მაგარი გრინდია. აი ტარი ის არის რა, რაც თქვით რომ აი ძალიან მიყვარს რა. ძალიან მაგარია. თითქმის აი ძველებზე ერთნაირი ის. ეს ხო, კი. ესეთივე აქვს ულტრატექს, მე რაც მაქვს, ნანახი გაქვს შენის ულტრატეკი, გლაზბრიხერის გარეშე, სანამ გლაზბრიხერის დამონტაჟებას დაიწყებდი. ვინტაჟურს, კი, იმასაც იგივე აქვს და ვექტორსაც იგივე ის აქვს ფაქტურა, სასწაული ფაქტურაა რა, აი რაღაცნაირი მართლა აი რა ვიცი. აი ATS-ია. ATS-ია, ხო, ფოლადი. ნუ ეს არის იმ პერიოდის ფოლადი, მაგრამ აი პირი რა, აი უბრალოდ როგორი დამუშავება. სერიული ნომერი აქვს 017. გადასარევი. მიყვარს მე ხაზის გასვლა. ძალიან კარგი. გადასარევი. ეს არის ეს არის იმ დროინდელი სტოკია რა, სტოკია ხო? ეს არის სტოკი, ანუ მაგრამ ნუ ფაქტიურად ტონის აქვს ნამუშევარი ხო ამ პირის. კი, ნუ მაღაზიაზე დავხვდებით რომ იმ პერიოდის დანებს, ასე ვთქვათ, პოლუ ქასტომებს ვეძახით რა, იმიტომ რომ მანდ ხა ესეთი ფუფუნება არ აქვს, როგორც ეხლა აქვს, რომ საერთოდ აღარ იყურება წარმოებაში რა. 3 წლის დაარსებულია. ხო, და აღარ როგორც გიჟი გელივით იქნება ეხლა რა. ჯერ ამდენი კაცი მუშაობდა, ხო, ესეთი დიდი არ იყო კომპანია და მუშაობდა 3-4 კაცი დანის გაკეთებაზე. ყველაზე არის თვითონ ჩართული რა. ჩართულია რა თქმა უნდა. ეს არის მანუალური, ხო? ანუ აბსოლუტურად მანუალურია, კი ბატონო. ულამაზესია. ძალიან მაგარი მოდელია.
ტანტო არის გამორჩეული. კი, ხო, კი, ნუ ძალიან მაგარია. გემონდების ამბავია რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვიცი, მე ტანტო მომწონს ძალიან. ძალიან ლამაზია. გადავიდე ძალიან მაგარი მოდელი. თან თხელია. ანუ თხელია, ხო, ეხლა აი ახალ მოდელებთან შედარებით, ხო, ჩიბეზე ძალიან რა ვიცი, აი რა სასწაულია რა. ძალიან ლამაზია. მაგარი დანა. მოდი აკულა ვნახოთ ეხლა. კი ბატონო, კი, whale shark-ი. whale shark-ი. რაღაცა ფორმაც ისეთია, ხო, რაღაცა აკულა. ხო, რა, კი. დასახელებიდან გამომდინარე. კი. ძალიან ლამაზია ეს ადგილი, აი ძალიან მოწონს რა, როგორი. სამსტატი ისეზის, ხო? კი, ძალიან ისეთი, ნუ სამსტატია, X-Spacer-ი, კი, უამაზესი სახელა დეტალებია. ეს ტარი მიკარტაა? არა, ჯიათია. ჯიათი, აჰა, ჯიათია, ოკეი. ეს არის 2012 წლის მოდელი. კი. ძალიან მაგარი მოდელია. ლამაზი მოდელია რა, ძალიან ლამაზი მოდელია და საკმაოდ იშვიათი მოდელია. კი, ანუ აი ძალიან ლამაზი მოდელია. როგორი ის აქვს გამშვები ასე ვთქვათ რა. ფლიპერი, ხო? ფლიპერი, ხო. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია. თავის ესეთი ჩანართი. კლიპსაც, ხო, ნუ აი იდეალურია რა. ხო, დაგვსგავსია იმის ესეთი მსგავსება არის რაღაც. რა შეიძლება რომ დაუწონო ამ დანას, ხო, ვერაფერი. ულამაზესია. კოლექციაში კარგი წარმომადგენელია. კი, ნამდვილად კარგი წარმომადგენელია. ვექტორი. Yes. ნუ ეს არ ვიცი რა, ესეთი დანაა რა. საშუალო არ არის ეს, ანუ უნდა მოგწონდეს, არა, ხო. ნუ ერთი შევთანხმდეთ, რომ ანუ ფორმიდან და გეომეტრიიდან გამომდინარე არის უნიკალური რა. აი გამორჩეული. აი, რა ვიცი ხა, ეს ოთო აი როგორიდანაა უბრალოდ, ხო? ანუ ესეთ ფორმას ალბათ ზოგადად დანებში, ხო, აი სადუნაი ხა არის ბევრნაირი დანებია, ხო? ეს რო დაკარავს ფერი ამ. ბევრნაირი ფორმის დანებია, ხო, რა ვიცი, არის კარამბიტებია, არის რა ვიცი. ხო, ნუ ეს ესეთია. ორლესულებია, რა ვიცი, აგერ რა როგორი ვარიანტები არ გამიხი, აი პირები ხა ყველას აქვს განსხვავებული, ხო, აბსოლუტურად ყველას, აი ერთი ამათ აქვს ერთნაირი, თორე დანარჩენი აქ რაც არის ყველას განსხვავებული პირები და 2011 ეს არის აბსოლუტურად აი საერთოდ სხვაგან არის რა. 2011 წელს ესეთი კონკრეტული მოდელი შექმნა. ბევრი ვარიაცია მინახე, ჩემი პატარაა. ჩემი პატარაა. და მანუალია, ხო, ეს არის ავტომატური და შედარებით დიდი რა, კი. ორი ხსნება, აი არ ვიცი. უმაგრესია. სწავლე. ძალიან მაგარი მოდელია. ხო და მოდი ეხლა ვნახოთ აი მაკორა 2 რო იცის ყველა მაკორა 1 რომელია ხო აი ეგან მაკორა 1 რო არ იცის არავინ და მაკორა 2 ყველა რო იცნობს ხო ეს არის იმ მაკორა 2-ის პირველი ძმა თუ მამა ნუ რა მნიშვნელობა აქვს მამა იყოს კი ბატონო კი ბატონო ძალიან მაკორა უმცროსია ის და ეს არის მაკორა მამა კარბონის ჩანართით ეს არის 2009 წლის მოდელი კი ბატონო და ნუ აი ამ ჭანჭიკებზე ხო? ნუ ხო, ნუ ეს ჭანჭიკი. 3 pin. რა ქვია? 3 pin, ანუ 3 პინიანი ჭანჭიკები. ჭანჭიკი. ულამაზესია. ესენი თან ხო იცი, ანუ არის ისინი ბრტყელები. ანუ ამას ხო ხა ბორცვი აქვს ამ ჭანჭიკში. ხო, და არის ბრტყელებიც, ხო. კი, აი როგორც ეს არის, აქ რომელიღაცას ქონდა ჩვენსაც ახლა, თუ არ ქონდა. აი მაგას ოღონდ თლად ეგეთიც არა რა. თლად ეგეთიც არა. ოღონდ ბრტყელი. ოღონდ ბრტყელია, ხო. მეგონია არა გვაქვს. არა გვაქვს, ხო. კი. ეგეთი არა გვაქვს. საკმაოდ დიდი და რაღაცა დიდი, ისეთი ხო, და რა ვიცი. თან ორივე მხრიდან რო აქვს ერეიტორი, ანუ ულამაზესია რა. ულამაზესია. უკვე იშვიათი მოდელია ამას ახლა შენ ფული რო კონდეს ვერ გაყვალ ვერ იყიდი ერთად მაღაზიაში. რომელს იყიდი? ხო, გაჭირდება. რომელს იყიდი? ვერცერც ვერ იყიდი. სამწუხაროა, რომ ანუ ეხა ჩვენ ამაზე გვისაუბრია, ზოგადად აი ვინტაჟური მოდელების ეგ ეტაპობრივად ხო რაღაცა ნუ შემოდის იტრენდება და ასე შემდეგ, მაგრამ ვინტაჟური მოდელების ჯერ ისეთი არა და აი ხა ამ ჩვენი ნახსენები ყველა დანებიდან ალბათ ყველაზე საინტერესოები მაინც ვინტაჟურები არის, ხო? ანუ მოდი ცოტა ყუთებზეც გადავიდეთ. ყუთებზეც გადავიდეთ, ხო? კი. აი თუნდაც ვინტაჟური gold box-ები, ხო? როგორი იმით არის წარმოდგენილი, ძველებური ესეთი ოქროს ფერში. ესენი არის აი მაქსიმალურად ლიმიტირებული, ანუ ფაქტიურად აი
custom-ის ყუთთან გაიგივებული რა. იმ დროინდელი custom-ის ყუთთან გაიგივებული. კი, როგორ გამოიყურება. კი, და შენ გააქვს ის ვიდეო ნანახი, ანუ ტონი რო თავის კომოდს რო ხსნის და იქ რო აქვს ჩავაგებული ეს gold box-ები და რო იხსენებს რომელია, მან საოცარი სოკომები ვნახე რამდენიმე, აი. აუ, ეგ რა ოთახია უბრალოდ. თავის ოთახი არ არის. ცეცხლსასროლებიანად მუზეუმია. ოთახია რა. თავის კედელზე თავის MP5-ები, ჰეკლერკოხები, რა ვიცი. სასწაული მოდელები და მე იქ პატარა კომოდი რო აქვს, ესე რომ გახსნის და ყველა მოდელი, აი რაც კი გუშინ ვისაუბრეთ სხვათა შორის ტონისთან და რაღაცა დიალოგი ქონდა. ხო. შენ გააგზელე გამბე. ხო, ნუ მოკლედ, აი რა ოთახია ახლა ეგ ყველაფერი, ხო? ძალიან მაგარი ოთახია რა. ძალიან მაგარი ოთახია. ნეტა მაგ ოთახი მომახვედრა, მაგრამ რა არის, იცი, აი როგორ გინდა ტემპით მიდიხარ შეიძლება. ჩაიზე მოხდე, ხო, ჩაიზე მოხდე შეიძლება, მაგრამ რა არის, იცი, არა მოხვედრა კიდე ერთია, მაგრამ იქიდან მე ესე ხელცარიელი წამოხვიდე და უბრალოდ მოგონებად დაგჭეს, ეგეც როგორ ტრავმა არის, რა. არა, არ უნდა წამოხვიდე, მაგრამ ნუ რო წამოხვიდე, მაინც ტრავმაა უკვე რა. ანუ ცხოვრებისეული ტრავმაა. ზუსტად ვიცი რომ არ წამოხვა. არ წამოხვა. არა, მაქედან ხელცარიელი წამოსვლა ნამდვილად არ შეიძლება რა. მაგრამ ის ამოსულოთ ხელცარიელი. არასდროს და იცი რა არის ყველაზე კარგი. მოდი ახლა აი ჩვენი ინტრიგის ისიც გავხსნათ რა ნელ-ნელა რა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს საშუალება მოგვეცა და პარიზში კონკრეტულად აი ამ მოდელის ოდეში ამ მოდელმა ჩაუყარა საფუძველი, ხო? ხო, კი, აი ეგეთ ნაცნობობას და კი, ურთიერთობობას და მოწერას, ხო, რომ ისე როგორ ახარით პირდაპირ, ანუ გამარჯობა ჩაბავარ თბილისიდან რო აღარ ეუნები და თაზო ვარ თბილისიდან დაბადების დღეს ულოცავთ ერთმანეთს და რა ვიცი. კი, ეს ნამდვილად აი ესეთი საშუალება რომ მოგვეცა და ალბათ რა ვიცი, ბევრი მოყვარულისთვის ახლა მარფიონეს და ზოგადად Microtex ძალიან ბევრი მოყვარული აქვს. ძალიან ბევრი მოყვარული აქვს. შეიძლება არც უყვარდეს, მაგრამ ნუ ახლა მარფიონერო დღეს რაღაცა ბაზარზე ისეთი მოთამაშია, რომ რაღაცა სამეულში არის. ხო, ნუ ანუ ვისთვის ხო, რაღაცა 1-2-3 ნაბიჯით ტექნოლოგიურად. მე არ მიყვარს Mercedes-ი და არ ვიყიდი არასდროს, მაგრამ Mercedes-ია რა. ხო, კი ბატონო. კი, ნამდვილად, აი ეგ მოცემულობა ჩვენ რომ მოგვეცა, აქ მოყვარულებს რაღაცნაირად სულ ისე ქონდათ რა, ანუ მე მახსოვს აი Microtex-ის ზოგადად მთლიანად როგორ დაიწყო რა, ეს ხა ჩვენ ერთმანეთს კოლექციონერები კარგად ვიცნობთ რა და რო ვიცოდით რომ აი შენ გაქვს, მე მაქვს და აი იმასა აქვს Microtex-ი რა და აი მე შენ ხა ორი გაქვს, მე ისევ ერთი მაქვს, იმან მესამე იყი და მე აგერ იმან მეოთხე იყიდა და ყველაზე მთავარია რომ ერთმანეთის დანები როზე პირად ვიცი. ხო, აი რაღაცა რომ აი ესე მეგობროში ესე რომ გაიშალა ეს თემა რა და იქამდე მივიდა რომ სასიამოვნოა ეს ყველა. რა ვიცი, ამ მარფიონეს ხან მარფუშას ეძახიან, ხან რას ეძახიან, ოფერებით, ხო, ხან ტონის ისეც ეძახიან რა და მოკლედ მაგარია რა, ძალიან მაგარია და ძალიან მაგარი ამბავი უნდა ვთქვათ ეხა მედაშინ რა. ანუ ძალიან მაგარი ამბავი უნდა ვთქვათ, რომ სათქმელია. აი არ ვიცი რა, მოკლედ როგორ შევინახეთ აქამდე კიდე დაბურძგულა დამეწყო უკვე და შენ თქვი და დაგეწყო უკვე. არა, რამდენჯერაც ვამბობ, სულ მეც დაბურძგულა მეწყება ხოლმე და თითქმის დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ნუ რეალობაა ფაქტიურად და მოკლედ ჩვენ გვექნება საშუალება მარფიონეს და Microtex-ის მოყვარულებს, რომ ენტონისთან აი ესე პირადად მივიდეთ, გავიცნოთ და შესაბამისად, ნუ ის სანატრელი, ჩვენთვის სანატრელი დანები მისგან ფაქტიურად პირდაპირ შევიძინოთ რა, თავის ხელმოწერით და ყველაფრით, იმიტომ რომ ენტონი ჩამოდის თბილისში, ჩვენი ივენთების სერიებს მართავთ, მოგეხსენება, რომ წელიწადში ორჯერ ჩვენ ვატარებთ Art Knife Expo-ს. ეს არის შოუ, სადაც საერთაშორისო ცნობილი ოსტატები ჩამოყვავს და ჩვენს აუდიტორიას, დანების მოყვარულებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ქართველ ოსტატებთან ერთად ეს საერთაშორისო სუპერსტარები იყვნენ წარმოდგენილი და ამ ივენთების
დამატებით, ასე ვთქვათ, ჩვენ ვიწყებთ ახალ ივენთების სერიას რა, ანუ ახალ ხაზს. მე მგონი ახალი ეტაპი იწყება. ხო, ახალ ეტაპს, ახალ ხაზს ამ ივენთებისა, რაც არის ერთი მეიქერის შოუ. ანუ წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, შეიძლება 4-ჯერ, შეიძლება 5-ჯერ, ჩვენ შეიძლება 6-ჯერაც ასე ვთქვათ, გავაკეთოთ ივენთი, გავაკეთოთ შოუ, სადაც ერთი კონკრეტული მეიქერი, კონკრეტული ოსტატი იქნება წარმოდგენილი და ამ სერიების დასაბამი არის 11 ოქტომბერი, სასტუმრო პულმანი. ამასთან დაკავშირებით უკვე დღეიდან პრინციპში თქვენთვის ცნობილი გახდება და მე მგონი აჭრილდება ყველანაირი ინტერნეტ წყარო თუ, რა ვიცი, სასაუბრო თემა თუ, რა ვიცი, ყველა აი ჩვენი საუბარიც როგორ შედგა, ხო? ჩამოყავს, ვინ ჩამოყავს, მარფიონეც არ ჩამოიყვანოს, როგორ მარფიონე არ ჩამოიყვანოს და რეალურად მარფიონე ჩამოდის რა და ეს არის მართლაც აი უპრეცედენტო ამბავია რა. უნდა ხა ნუ გავსი დონის ოსტატის ჩამოსვა, რა ვიცი, მე რა უნდა რაღაცა. ძალიან მაგარი მოვლენაა რა, ძალიან მაგარი მოვლენაა. ჩამოთვალე ხო, ბევრი ყოფილა, მაგრამ მსგავსი დონის, მე არ მეკითხა. ხო, ნუ ეგრეა ხა თამამად უნდა ვქვა. ეგრეა, კი, ნამდვილად ეგრეა. ეგრეა ნამდვილად, ანუ არ არის ეგ საწყენი და არც იმ პარამეტრებით თუ გასული ჩამოდის მოკლედ. ბატონო, მესი ჩამოდის, ხო, მესი ჩამოდის. ან იმ პარამეტრებით თუ გათვლი, სადაც აი ესეც მოგწონს, იმის ისიც მოგწონს, აი ფაქტობრივად ერთი მთლიანობის გათვალისწინებით ჩამოყავს ისეთი ადამიანი, რომლის ყველაფერი მოგწონს რა. მიუხედავად იმისა, რომ კეპიც კი მოგწონს. კეპიც კი მოგწონს, ხო. კეპიც კი მოგწონს, ხო, აი ყველანაირი ატრიბუტი მთლიანი კულტურა მოგწონს რა. ამ ადამიანის მთლიანი კულტურა მოგწონს და ეს ადამიანი, ესე იგი 11 ოქტომბერს Art Knife demo დავარქვით ამ ივენთების სერიას. საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს ზაზასთან ერთად, ანუ საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს. გარდა ამისა, ნუ დეკემბერში სტანდარტულად როგორც გვაქვს დაგეგმილი, ცხადია ჩატარდება Art Knife Expo, სადაც ძალიან საინტერესო საერთაშორისო ოსტატებს ველოდებით. მაგარი შოუ იქნება დეკემბერში, აი მართლა მაგარი შოუ იქნება. იქაც გვაქვს პატარ-პატარა სურპრიზები ოსტატებთან დაკავშირებით და იმისათვის რომ ჩვენი გულშემატკივრები არ მოვაწყინოთ, ანუ ჩავთვალეთ რომ ეს შანსი ხელიდან გასაშვები არ იყო და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ 11 ოქტომბერს სასტუმრო პულმანში, ეს სასტუმრო ჩვენი რაღაც სახლი გახდა ამ ღონისძიებების ორგანიზების თვალსაზრისით და 11 ოქტომბერს მოკლედ გვექნება მარფიონესთან, ენტონი მარფიონესთან პირდაპირ შეხვედრის საშუალება. წარმოდგენილი იქნება უახლესი მარფიონეს custom მოდელები, ანუ ეგრეთ წოდებული ხელნაკეთი custom მოდელები. გარდა ამისა, რაზეც ვისაუბრეთ მასთან და ასე ვთქვათ, შევთანხმდით, წარმოდგენილი იქნება სელექტები. ანუ სელექტი არის უკვე პრემიალურზე კიდევ უფრო პრემიალური ხაზი, რაც დაიწყო მარფიონემ და ნუ ცხადია იქნება ლიმიტირებული signature series მოდელებიც, რომელიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება და ფაქტიურად უკვე ეგ მოდელი ენტონის ხელმოწერით ტოლფასია ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მასზე უფრო პრემიალური. ფაქტიურად ნუ ჩათვალეთ, რომ პირდაპირ პირველი წყაროდან, ანუ სუპერსტარიდან, რადა მესიდან, რა ვიცი, აი ჩვენ გვაქვს გამოცდილება. კი, ამ ადამიანისგან თან ყიდვის გამოცდილებაც როგორია, რო გელაპარაკება და რაღაცას რო გიყვება და ეგ ცალკე თემაა, კიდე ხო და აი როგორ ეყოფ ამდენ მოყვარულს და ამდენ გულშემატკივარს მე არ ვიცი რა. ანუ აი რა დღე იქნება მე არ ვიცი 11 ოქტომბერი. დიდი ამბები გველის. დეტალები, აბსოლუტური დეტალები ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნუ ცხადია დაიდება, ჩვენ page-ზე დაიდება, Facebook-ზე დაიდება, Instagram-ზე დაიდება, აგერ YouTube-ზე დაიდება ეს ვიდეო რამოდენიმე საათში პრინციპში და მოკლედ სასწაული ამბები გველის რა. მაგარი ოქტომბერი გველის მე მგონი. მოკლედ წლის ბოლო ოქტომბრიან, დეკემბრიანად იქნება მაგარი. აბსოლუტურად მაგარი. და იმედი მაქვს რომ გაგრძელებაც იქნება. კი, ანუ უკვე რაღაც ეს პლანკა იქნება და მოკლედ შევხედოთ. თამასა დასაჭერია. კი, შევხედოთ. მადლობა შენ. თაზო, მადლობა. პრინციპში
პრინციპში კი არა და პირველ რიგში შენ რომ მომეცი იმის საშუალება რომ ეს ანონსი აი ესეთ ფონზე გამეკეთებინა და რა ვიცი ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს უკვე რომ ფაქტიურად ანუ წარმოუდგენელიც არის რომ ესეთი სიხარული ერთმანეთს ესე არ გაუზიაროთ რა აი აბსოლუტურად წარმოუდგენელია რა და ძალიან შემაჩვია კამერებში. მაგრამ უფრო და უფრო მოგთხო უკვე როდის ჩავწერო. არა. ნერვიულობა უკვე ნელ-ნელა არა, აბსოლუტურად არ არის არანაირი ნერვიულობა და გადასარევი გამოდის ყოველჯერზე და შესაბამისად. მადლობა შენ ყველაფრის. გაიხარე. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე. სასწაული კოლექციები, სასწაული ექსპონატები იყო დღეს წარმოდგენილი. გაგრძელება იქნება. ნამდვილად. მადლობა მეგობრებო, მე მგონი საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა, სასწაულიდანები განვიხილეთ და რაც თავარია უმაგრესი ინფორმაცია გითხარით, სასწაული ანონსი გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ენტონი მარფიონე 11 ოქტომბერს თბილისს ესტუმრება. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველანაირი დეტალი დაიდება შემდგომ დღეებში, ყველანაირი ინფორმაცია გექნება თქვენ თუ როგორ დაესწროთ ამ ღონისძიებას. ჩემი ერთადერთი თხოვნა არის, რომ არხი გამოიწეროთ, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ჩვენთვის და შესაბამისად, მე მგონი ძალიან მალე ახალ ვიდეოში შევხვდებით. აბა მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.